ბიზნესის სამყაროში ყველაზე დიდ წარმატებას ის აღწევს, ვინც საყვარელ საქმეს აკეთებს. კარგად დაფიქრდით. დღეს ხომ ჩვეულებრივი მოვლენაა, გქონდეს სამსახური, იღებდე ხელფას, სხვა ბენეფიტებს, მაგრამ მაინც უკმაყოფილო და იმის კეთებაზე ოცნებობდე, რაც რეალურად გიყვარს. აკეთო ის, რაც გიყვარს, ადამიანის ბედნიერების მთავარი წყაროა. უფრო მეტიც, მთავარი პრიორიტეტი იმის გაგება უნდა იყოს, რეალურად რა გიყვართ. პირველ რიგში, სწორედ ეს უნდა გაარკვიოთ და შემდეგ დაისახოთ მიზნად მისი მიღწევა. ბიზნეს მისაღწევ გზაზე პირველი ნაბიჯები მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ამერიკაში იწყება. ჯერ კიდევ მაშინ, როცა უოლ-სტრიტის ლეგენდა სულ რაღაც 11 წლის იყო. თანატოლებისგან განსხვავებით, ვერც ბეისბოლის თამაშით იხულებოდა და დიდად არც კომიქსების კითხვა აინტერესებდა. მისი თვალსაჩინო ფინანსების უზარმაზარ სამყაროს ცნებოდა. ამავე ასაკში იყო პირველი ინვესტიციაც. მცირეწლოვანმა ბაფეტმა City Services $228 შეფასებული 6 პრივილეგირებული აქცია იყიდა. პირველ ტრანზაქციას პირველი მარცხიც მოჰყვა. გაყიდვის შემდეგ ამ აქციების ფასი 5 ჯერ გაიზარდა. იმედგაცრუების მიუხედავად არც ერთ წამს უკან დახევაზე არ უფიქრია. პირიქით, სავაჭრო შესაძლებლობების მასშტაბი კიდევ უფრო გააფართოვა. 13 წლის იყო, როცა მშობლიურ ომაჰაში ყოველ დილით Washington Post-ის გაზეთს არიგებდა და თვეში $175 გამოიმუშავებდა. მერე იყო მეორადი გოლფის ბურთების გაყიდვა. კოლექციონერების მარკების შესყიდვა რეალიზაციასაც არ იზარებდა. ძალები მანქანების გაპრიალებაშიც მოსინჯა. ფინანსების განკარგვის გამორჩეულმა უნარმა უკიდეგანი შრომის მოყვარეობასთან სინქრონიზაციით შედეგი მალევე აჩვენა. 16 წლის ბაფეტის ანგარიშზე მის მიერვე გამომუშავებული $43,000 იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ბავშვობიდან დაგროვილი პრაქტიკული ცოდნის, თეორიასთან თანაკვეთის დრო დადგა. სტუდენტური ცხოვრება პენსილვანიის უნივერსიტეტის ფინანსების ფაკულტეტიდან დაიწყო. 2 წლის შემდეგ მშობლიურ შტატს დაუბრუნდა და ბაკალავრიატის ხარისხი 1950 წელს ნებრასკას უნივერსიტეტში დაიცვა. განათლების გზაზე არ გაჩერებას კოლუმბიის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა მოჰყვა. სრულად მოულოდნელად იქ მისი როლ მოდელები დახვდნენ ბენჯამინ გრეჰემი და დევიდ დოდი. აგვისტოს შუა რიცხვებში მათ ასეთი წერილი მივწერეთ: ძვირფასო პროფესორო დოდ, თქვენ და ბენჯამინ გრეჰემი გარდაცვლილები მეგონეთ, მაგრამ ახლა როდესაც გავიგე, რომ ცოცხლები ხართ და კოლუმბიის ბიზნეს სკოლაში ასწავლით, ძალიან მინდა თქვენთან სწავლა და მათ მიმიღეს. მიიღეს უნივერსიტეტში, თუმცა არა პროფესიაში. სწავლის დასრულების შემდეგ გრეჰემმა ბაფეტს სამსახურში აყვანაზე უარი უთხრა. ურჩია კარიერის უოლ-სტრიტზე გაგრძელებისგან თავი შეეკავებინა. თავდაჯერებულობის დეფიციტმა ომაჰელი ორაკული ისევ სახლში დააბრუნა. ამჯერად მამის საბროკერო კომპანიაში სამუშაოდ. საქმიანი ცხოვრების ბანალური სტარტი ისევ გრეჰემმა შეცვალა, როცა შეგირდი ნიუ-იორკისკენ მიიღმოდა მისსავე კომპანიაში ფასიანი ქაღალდების ანალიტიკოსად დაასაქმა. სწორედ იქ, მსოფლიოს მთავარ ფინანსურ ცენტრში დაიწყო უოლ-სტრიტის მომავალმა გურუმ მისი საინვესტიციო ფილოსოფიის განვითარება. ვორენისთვის ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირება ყოველთვის რაღაც უფრო მეტი იყო, ვიდრე მცდელობა. მომაკვდავი ბიზნესისგან ბოლო რამდენიმე $-ის მოგება მიეღო. ფოკუს ძირითადად იმ კომპანიებზე ასწორებდა, რომლებიც სხვა ინვესტორების მხრიდან სათანადოდ შეფასებული არ იყო. საინვესტიციო საზოგადოებაში ორი სუპერ გადამდები დაავადება არსებობს: შიში და სიხარბე. ამ ეპიდემიების გავრცელების დრო არაპროგნოზირებადია, თუმცა ჩვენ არასდროს ვცდილობთ გამჭრიტოთ ამ დაავადებების გავრცელება, ან უკუქცევა. იყავით ბრთხილი, როდესაც სხვებს იპყრობს სიხარბე და იყავით ხარბი მაშინ, როდესაც ყველა სხვა სიფრთხილეს იჩენს. ამ ფილოსოფიის ერთგულებით დგამდა ყველა მომდევნო კარიერულ ნაბიჯს. კომპანიას კომპანიაზე აფუძნებდა და ბოლოს იმდენი მოახერხა ბიზნესის კეთების მისეულმა ხედვამ 30 წლის ასაკში პირველი მილიონი მოუტანა.
გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში 1980 წელს, როდესაც ინფლაცია ძინვარებდა და ეკონომიკა რეცესიას განიცდიდა, აქციების შესაძენად შესაფერისი დრო იყო. მოკლედ, ცუდი ამბავი ინვესტორის საუკეთესო მეგობარია. ის საშუალებას გაძლევთ, რომ ამერიკის მომავლის ნაწილი დაბალ ფასად შეიძინოთ. ამერიკის მომავალი საქმიანი ცხოვრების მთავარ თანამგზავრთან ერთად შეიძინა. ჩარლზ მანგერთან ერთად ბაფეტმა გაკოტრების პირას მყოფი ტექსტილის საწარმო იყიდა, რომელიც გლობალურ გიგანტად და პლანეტის ნომერ პირველ საინვესტიციო კომპანიად გარდაქმნა. სწორედ ომაჰელი ორაკულის ხელმძღვანელობამ 1965 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში Berkshire Hathaway საშუალოდ 19.9%-იანი წლიური მოგება მოუტანა, რაც S&P 500-ის ამავე პერიოდის საშუალო 10.4%-იან მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება. დროის ცვლილებამ და 10 წლეულების გამოცდილებამ საინვესტიციო სტრატეგიის ცვლილებაც განაპირობა. ბაფეტმა თანდათანობით ისეთი აქციების შეძენა დაიწყო, რომელიც ბაზარზე მყარი პოზიციით გამოირჩევა. დღეს მდგომარეობით პორტფელი წილებს 60-ზე მეტ, მათ შორის უმსხვილეს კომპანიაში აერთიანებს. ამის მიღმა ბოლომდე არც დივერსიფიკაციის პრინციპი დაუცავს. Berkshire-ის აქციების 86% მხოლოდ 8 კომპანიაზეა გადანაწილებული, მათ შორის ისეთ გიგანტებზე, როგორიცაა Apple, Amex, Coca-Cola, Bank of America თუ Chevron. $1.1 ტრილიარდი საბაზრო კაპიტალიზაციით Berkshire დღეს პლანეტის მერვე ყველაზე მდიდარი კომპანიაა, საიდანაც ფილანტროპი ბიზნესმენი აქციების 85%-ს საქველმოქმედო ფონდებს გადასცემს. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო აქამდე. ამიერიდან კი კომპანიის ისტორიაში ახალი თავი, ახალი მმართველის ქვეშ დაიწერება. 94 წლის ასაკში კაპიტალის ლეგენდა მთავარი საინვესტიციო სცენის მიღმა ინაცვლებს. CEO-ს თანამდებობაზე კომპანიის აღმასრულებელი საბჭოს ვიცე-თავმჯდომარე გრეგ აბელი ჩაანაცვლებს, რომელიც ბაფეტმა თავის შემცვლელად ჯერ კიდევ 4 წლის წინ აირჩია. ჩემს ასაკში წარმატებას თქვენც იმის მიხედვით შეაფასებთ, რამდენი ადამიანი გეყვარებათ სინამდვილეში. შესაძლოა გიფიქრიათ კიდეც ვიყიდი სიყვარულს $1 მილიონ, მაგრამ ასე არ ხდება. უბრალოდ სიყვარული უნდა გასცეთ და რაც მეც გასცემთ, უკან მით მეტი სიყვარული დაგიბრუნდებათ. სიყვარული ორმხრივია. Wall-Street-ი ყველა დროის ყველაზე წარმატებულ ინვესტორს ვერთმობს. გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე კომპანიის აქციების ღირებულება 5%-ით შემცირდა. ფინანსების სამყაროში ყველა ალაპარაკდა იმაზე, თუ როგორ დააკლდება Berkshire-ს მისი ქარიზმა, კაპიტალის ეფექტიანად გადანაწილებაში ბაფეტის გამორჩეული უნარი და რაც მთავარია, დააკლდება კაცი, რომელმაც მისი წარმატების ისტორია დაწერა. რა იქნება და როგორ იქნება, ამას წლები გვიჩვენებს, თუმცა როგორც ახლა და ვერც მომავალში ვერ შეცვლის მის როლს ინვესტიციების სამყაროში, როგორც გამორჩეული გონების პატრონის, ინოვატორის, რომელმაც ინვესტორების აზროვნება ძირეულად შეცვალა, თავისი მიდგომებით, ჩვევებით, უბრალოებით და კიდევ ვიცით რით, მისი საყვარელი ლექსით, რომელსაც ბაზრის ყოველი ვარდნის დროს გამუდმებით იმეორებდა. თუ შეგიძლია შეინარჩუნოს სიმშვიდე მაშინ, როდესაც ყველა თავს კარგავს. თუ შეგიძლია იცადო და ლოდინით არ დაიღალო. თუ შეგიძლია იფიქრო და აზრები შენს მიზნად არ აქციო. თუ შეგიძლია მიენდო საკუთარ თავს, როდესაც შენში ყველას ეჭვი ეპარება. შენია დედამიწა და ყველაფერი, რაც მასშია.